მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო. ყოველ ოთხშაბათს ტრადიციულად 19 საათსა და 10 წუთზე ეთერში ვართ გადაცემა პროფესიული განათლების ნავიგატორით. მე თაის იბოშვილი გახლავართ და ჩვენ ვიწყებთ საუბარს პროფესიული განათლების შესახებ. პროფესიულ განათლებაზე არაერთ სიახლეს გაცნობთ ხოლმე. სიახლეები ნამდვილად მრავლად არის, მით უმეტეს ბოლო პერიოდში და დღეს, როგორც დაანონსებული იყო, ვისაუბრებთ ზრდასრულთა განათლების სისტემაზე, რომელიც 2019 წლიდან დაინერგა განათლების სისტემაში და ეს იყო ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ დღეს გამოაქვეყნა პროფესიული უნარების სააგენტომ სტატისტიკა, რომ დაფინანსდა 54 იურიდიული პირის 151 პროფესიული პროგრამა, რაც ძალიან მაღალი რიცხვია და მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ ზრდასრულები ჩაერთონ პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამებში და დაეუფლონ ახალ საინტერესო პროფესიებს. ჩვენი სტუმრები დღეს სწორედ ზრდასრულთა განათლების შესახებ ისაუბრებენ. ჩვენი სტუმრები არიან ნინო ელბაქიძე, ზრდასრულთა განათლების ექსპერტი საქართველოში და ნანა ყუფუნია, MCG საკონსულტაციო ჯგუფის მმართველი პარტნიორი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა შუაკვირაში რომ გამონახეთ დრო და კომერსანტში გვესტუმრეთ. თქვენთვის საკმაოდ ნაცნობი თემა. თქვენ ფაქტობრივად თავიდანვე ჩაერთეთ ნინო, ნანა ამ პროცესებში, როდესაც ყალიბდებოდა ეს რეფორმა და საბოლოოდ დაინერგა. მოდით დავიწყოთ შესავალივით და გავაკეთოთ ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობაზე და როლზე რომ ვისაუბროთ, თქვენი პოზიციები რომ გაგვაცნოთ, გისმენთ ყურადღებით. გამარჯობა, მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის და ძალიან დიდი მადლობა ამ თემით დაინტერესებისთვის. ზრდასრულთა განათლება არის პირდაპირ კავშირში საზოგადოების განვითარებასთან და პირდაპირ კავშირში ეკონომიკის განვითარებასთან. ზრდასრულთა განათლება არის უმნიშვნელოვანესი. თვითონ სახელის ეტიმოლოგიიდან გამომდინარე, ზრდასრულთა განათლება ეხება ყველას, ვინც მიაღწია ზრდასრულობის ასაკს. ანუ სკოლის დამთავრების შემდეგ ადამიანები მიდიან ან უმაღლეს სასწავლებელში, ან პროფესიულ განათლებაში, ან ისინი არიან განათლების მიღმა. ზრდასრულთა განათლებისთვის არის სამივე სეგმენტი, ძალიან მნიშვნელოვანი და რატომ? არანაირად არ არის საკმარისი ერთი განათლება, რომელიც ადამიანმა მიიღო და მით უმეტეს თუ ის განათლების მიღმაა დარჩენილი. ზრდასრულთა განათლება მოიცავს მთელ საზოგადოებას. თავის მხრივ ზრდასრულთა განათლებას აქვს სხვადასხვა ტიპი. ახლა თქვენ ახსენეთ, რომ უნარების სააგენტომ დააფინანსა საკმაოდ ბევრი რაოდენობა მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამებისა. ეს გახლავთ ზრდასრულთა განათლების ფორმალური განათლების ფორმა. ამის გარდა ზრდასრულთა განათლება მოიცავს არაფორმალურ განათლებასაც, რაც ნიშნავს იმას, რომ საგანმანათლებლო ან კერძო ორგანიზაციას აქვს ორგანიზებული პროფესიული განვითარების რაიმე კურსი ან რაიმე პროგრამა, რომელიც არ სრულდება მაინდამაინც სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატით. თუმცა ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ ეს რამენაირად დაბალი ხარისხის არის. და მესამე, ანუ ფორმალური ვთქვით, არაფორმალური და მესამე გახლავთ ინფორმალური განათლება, რომელიც არის ასევე ძალიან აქტუალური დღეს. ნახეთ, თქვენ შრომის ბაზარზე დღეს ნახავთ ადამიანებს, რომლებსაც განათლება საერთოდ არ აქვს მიღებული არც ერთი ფორმით, მაგრამ ისინი მუშაობენ თვით განათლებაზე, თვით განვითარებაზე და ასეთი ადამიანების უმეტესობა არის თვით დასაქმებული. ეს ცოტა სიახლეა და მაინდამაინც ჩვეულებრივი შემთხვევა არ არის ზოგადად ისეთი კონსერვატული განათლების სისტემისთვის, როგორიც ჩვენია, მაგრამ ჩვენ ვართ ვალდებული განათლების სპეციალისტები, რომ მინიმუმ კონდეს ინფორმაცია ამის შესახებ და ამ ადამიანებს შეეწყოთ ხელი. არავითარ შემთხვევაში არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ ჩემი როგორც ამ მიმართულების სპეციალისტის აზრია, რომ
ფორმალური განათლება არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, ანუ ის არ კარგავს არანაირად არც ღირებულებას და არც აქტუალობას, თუმცა ფაქტი არის ის, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდებში თქვენ ნახავთ ადამიანებს, რომლებსაც არ მიუღია არც ერთი ტიპის განათლება, იმუშავეს თვითგანვითარებაზე. თვითგანვითარება რას ნიშნავს? თეორიული განათლება მიიღეს ინტერნეტიდან, წიგნებიდან, პრაქტიკულ უნარებზე თვითონ იმუშავეს და ისინი შრომის ბაზარზე ოპერირებენ. მოკლედ, რომ დავუბრუნდეთ თქვენ შეკითხვას, ზრდასრულთა განათლება არის უმნიშვნელოვანესი საზოგადოების განვითარებისთვის და ამის მაგალითს გვაძლევს ევროპის განვითარებული ქვეყნები და ზოგადად განვითარებული ქვეყნები და როგორც გითხარით, ამ სამ კატეგორიას მოიცავს ძირითადად ზრდასრულთა განათლება. ჩვენ საზოგადოებაში არის სამივე ტიპის განათლების მიღება აქტუალური, მნიშვნელოვანი, მაგრამ ძალიან ბევრია ჯერ კიდევ გასაკეთებელი, იმიტომ რომ ზრდასრულთა განათლებაში მთელი საზოგადოების მხოლოდ 3%-ია ჩართული. დღეს საქართველოში ამას ამბობს ერთ-ერთი ევროპული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა 2022 წელს. აი ამ გამოწვევებზე აუცილებლად გავაგრძელებთ საუბარს რეკლამის შემდეგ. დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ ჩვენ სტუმრებთან ერთად დავბრუნდებით. გადაცემა პროფესიული განათლების ნავიგატორი თაისი ბუშულთან ერთად. რეკლამა რადიო კომერსანტზე. გაუფრთხილდი ზრავს, იმგზავრე მშვიდად. იამალუბის პრემიუმ ხარისხის ზეთების შეძენა უკვე ხელმისაწვდომია Yamaha showroom-ში. მაღალი წნევის და ტემპერატურისადმი გამძლე. იდეალურია ქუჩისთვის, ტრეკისთვის თუ ოფროუდისთვის. ეწვია Yamaha showroom-ს. დავით აღმაშენებლის 116 ან დაგვირეკეთ 2511. გაუფრთხილდი ზრავს, იმგზავრე მშვიდად. New Hospital's ენდოსკოპიის ცენტრის გამოცდილი სპეციალისტები მაღალ ტექნოლოგიური აპარატურის გამოყენებით ატარებენ სადიაგნოსტიკო და სამკურნალო პროცედურებს, გასტროსკოპიას, კოლონოსკოპიას, ბრონქოსკოპიას და ამიერკავკასიაში მხოლოდ New Hospital's-ში. წვრილი ნაწლავის ენდოკაფსულარულ კვლევას. ჩასაწერად დაგვიკავშირდით 2 190 190. მრავალპროფილური კლინიკა New Hospital's-ი. კრწანისის ქუჩა ნომერი 12. World Logistics-ი საუკეთესო ფასებითა და პირობებით. იმპორტი ჩინეთიდან. World Logistics-ი საკუთარი მანქანებით იზრუნებს შერეული ტვირთების ტრანსპორტირებაზე ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით. 20-25 დღეში. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგმართეთ მეილზე info@worldlog.gr ან დაგვიკავშირდით ნომერზე 511 29 11 11. World Logistics-ი. უსაფრთხოება და ვადების ზუსტი დაცვა. შანსი, რომელსაც საქართველოში ნომერ პირველი ესთეტიკის სასწავლო ცენტრი ლოტუსი გაცლებთ. მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ ჩვენთან და მხოლოდ ივნისის თვეში. დაეუფლე ყველაზე მოთხოვნად ლაზეროთერაპევტის პროფესიას მაქსიმალურად მოკლე დროში, დროისა და რესურსის მინიმალური დანახარჯით. ისწავლე თეორია ონლაინ, ხოლო პრაქტიკულ უნარჩვებებს დაეუფლე სულ რაღაც ერთ კვირაში. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ 0322 9383. ლოტუსი, ჩვენ ვსწრდით პროფესიონალებს. კომპანია Sun Motors-ი გთავაზობთ იდეალურ არჩევანს თქვენი ავტომობილებისთვის. უმაღლესი ხარისხის ევროპულ აკუმულატორებს და საავტომობილო ზეთებს, საცალო და საბითუმო ფასებში. შეიძინეთ თქვენთვის კარგად ნაცნობი ყინვაგამძლე ზუბრი და პოლონური ბრენდი Zappi. სასიამოვნო სიახლე Sun Motors-ში. შეუკვეთეთ სახლიდან გაუსვლელად თქვენთვის სასურველი პროდუქცია და ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით. მისამართები: წერეთლის 73A. ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია. შეშელიძის 30 გლდანში და აღმაშენებლის ხეივანი ნომერი 46. ტელეფონი 0322 43 25 25. კომპანია Sun Motors-ი. ხარისხის 26 წელი. შენი თმა შენი ისტორიის ნაწილია. ძნელია შეელიო იმას, რაც შენია. შეგიძლია დაიბრუნო ის, რაც დაკარგე. დეამედი, თმის აღდგენის ხელოვნება. შექმენი შენი ახალი ისტორია. პროფესორ დეა პაპასკირთან ერთად. ბერბუგის 8. ტელეფონი 591 50 90 90. რეკლამა რადიო კომერსანტზე. გადაცემა პროფესიული განათლების ნავიგატორი თაისი ბუშულთან ერთად.
ჩვენ დავბრუნდით ეთერში ჩვენ სტუმრებთან ერთად ნინო ელბაქიძე, დასრულთა განათლების ექსპერტი და ნანა ყუფუნია MCG საკონსულტაციო ჯგუფის მმართველი პარტნიორი. საუბრობენ ჩვენთან ეთერში და ჩვენ ვსაუბრობთ განათლებაზე, ზრდასრულებისთვის, იმ შესაძლებლობებზე და არჩევანზე, რომელიც აქვთ ზრდასრულებს ამ მიმართულებით და სწორედ ნანასთან მექნება შემდეგი კითხვა. როგორ ვუწყობთ ხელს, რომ ჩაერთონ ზრდასრულები ამ პროცესებში და რა გამოწვევებს ვაწყდებით ბიზნესის მხრიდან იგივე, აი ამ კუთხიდან რომ შეგვახედოთ თქვენ როგორც სპეციალისტმა ამ საქმის. დიდი მადლობა თაი პირველ რიგში მოწვევისთვის ამ საინტერესო თემაზე. როგორც პროფესიული განათლების გულშემატკივარი პირველ რიგში, ისე ვიტყვი, რომ ბიზნესს ჯერ კიდევ არ აქვს გაცნობიერებული და საკმარისი ინფორმაცია იმ ბენეფიტებზე, რაც შეიძლება პროფესიულმა განათლებამ მოუტანოს მათ. რაც შეეხება ადამიანების ჩართვას, ადამიანი ყოველთვის არის მოტივირებული, მით უმეტეს ამ გამოწვევებით სავსე გარემოში, რომ განვითარდეს. და თუ კი შევხედავთ, როგორც ადამიანურ კაპიტალს და რესურსს, თუ გვინდა რომ ჩვენ ლოიალურობა შევინარჩუნოთ თანამშრომლის, აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ის პროფესიულად განვითარდეს. მცდარი შეხედულებაა ის, რომ რა იქნება თუ კი ჩვენ განვავითარებთ მას და მერე ის დაგვტოვებს. რა იქნება თუ არ განვავითარებთ და ჩვენთან ბიზნესში დარჩება, რომ დავფიქრდეთ. ცნობილი დიალოგის არ იყოს ფინანსურ მენეჯერსა და აღმასრულებელ დირექტორს შორის, რომ მართლაც ისეთი არ არის ეს რიტორიკული კითხვა, დღეს უკვე ცალსახად ვიცით ამ კითხვაზე პასუხი, აუცილებელია რომ ვიზრუნოთ თანამშრომლების განვითარებაზე. მეორე საკითხი გამოწვევად, რაც მესახება არის ის, რომ პირველ რიგში თვითონ HR არის შედარებით ახალი დარგი ჩვენთან საქართველოში, ახლა ვითარდება და ის თუ როგორ უნდა განვავითაროთ თანამშრომელი, რა არის ამისთვის აუცილებელი და რა არის საკმარისი, არის თუ არა ის, რასაც ვაკეთებთ საკმარისი, ეს თვითრეფლექსიაც გვჭირდება გარკვეულწილად და მიმართულებით ჩვენ HR საზოგადოებაც ძალიან ბევრს მუშაობთ. ჩემი კონკრეტული ორგანიზაცია და ჯგუფიც არაერთი მიმართულებით ემუშავება ბიზნეს სექტორს, მათ შორის არა მარტო ბიზნეს სექტორს, სახელმწიფო სექტორსაც და პირველი რა გამოწვევასაც ვხედავთ, ეს არის სწორი დიაგნოსტიკა, რა ჭირდება თანამშრომელს იმისთვის, რომ განვითარდეს და თან შეინარჩუნოს ლოიალურობა. იმისთვის, რომ თანამშრომელი შეინარჩუნო და თან განავითარო, პირველ რიგში ძალიან კაფიოთ უნდა ესმოდეს, რა არის ორგანიზაციის და მიზანი და მისი მიზანი რა არის ამ ორგანიზაციის მიზანთან მიმართებაში, სად არის და როგორ უნდა მიაღწიოს ამ ყველაფერს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში პროფესიული განვითარება თავად ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირების, HR საზოგადოების და მერე უკვე თანამშრომლების, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენი კვალიფიკაცია განაპირობებს იმას, რომ პროცესი სწორად წარმართოთ. თუ გავეცი თქვენს კითხვას პასუხი, დავამატებდი კიდევ ერთს, რომ ნამდვილად აი პროფესიული განათლების ბენეფიტებზე კიდევ უფრო მეტი გვაქვს სასაუბრო, რამდენად მარტივად შეიძლება კვალიფიციური გავხადოთ ადამიანი, თუ კი აი რაც ახსენეთ ახლა ეს სტატისტიკა ძალიან შთამბეჭდავია, კიდევ უფრო მეტი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში პროფესიული განვითარების მოკლევადიანი პროგრამების დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან უდაოდ ძალიან კარგი ნაბიჯია, თუმცა გვაქვს გამოწვევა ის, რამდენად უზრუნველყოფთ ხარისხს. ამიტომ უფრო მეტი დიალოგი ბიზნესთან, უფრო მეტი ჩართულობა და ბიზნესის მხრიდან და სახელმწიფოს მხრიდან კიდევ მზაობა იმის, რომ რას ვერ ვაკეთებთ სწორად, ეს ვაღიაროთ, მოვუსმინოთ, ეს არ უნდა იყოს ურთიერთბრალდების რეჟიმი, არავითარ შემთხვევაში ეს არის სამუშაო პროცესი, ყველა ვაცნობიერებთ, ყველა ჩართული მხარე რომ იდეალურები არ ვართ და ბევრი გვიკლია იქამდე რომ სოფლიო გამოწვევებს დღეს უპასუხოთ, ავიღოთ მაგალითად გადინება არის მძღოლების და ნებისმიერი გადამზირავი კომპანია გეტყვით რომ ჭირდება მათ მძღოლები, დეფიციტია, მითხარით ერთი პროვაიდერი, რომელიც უზრუნველყოფს, აი ხო პროფესიულ განათლებაში ვართ, კვალიფიციური მძღოლების პრესტიჟიც კი არის სასამაღლებელი, მე თუ მკითხავთ, ეს არ არის მარტო დაუჯექი ვიღაცა მეზობელმა მასწავლა, დღეს უკვე სხვა გამოწვევებს, სხვა ცოდნას და უნარებს მოითხოვს და ჩვენი კომპანიები, გადამზიდავი კომპანიები, საბედნიეროდ ისეთი ლოკაცია გვაქვს თვითონ ქვეყანას, რომ ამ კუთხით ბევრი ორგანიზაციები გვაქვს და როგორ ჭირდებათ მათ ეს მიმართულება
მიმართულება. პროვაიდერები ჯერ კიდევ არ არიან ამ მიმართულებით, რომ პროფესიონალი მძღოლი გამოვზარდოთ ან გადავამზადოთ. თქვენი ორგანიზაცია ამ კუთხით რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს, ხო, ეს დეფიციტური მაგალითად კურსები ვთქვათ, ხო? შეგიძლიათ აპირებთ რომ შეთავაზოთ რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს თქვენი ორგანიზაციიდან ამაზე რომ ვისაუბროთ. ჩვენ ერთობლივად ვაპირებთ. ეხლა რატო დავმეგობრდით, ასე ვთქვათ, რომ გვქონდა საშუალება რომ ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში გვეთანამშრომლა და მივხვდით რომ მხოლოდ ტრენინგის მიწოდება არ არის გადამწყვეტი. ორგანიზაციას თუ გვინდა გამოსავალი, დიახ, ნამდვილად ვერ იქნება, იმიტომ რომ თუ გვინდა რომ ორგანიზაციას ნამდვილად დავეხმაროთ, პირველ რიგში უნდა დავიწყოთ საჭიროებათა ანალიზით. შეიძლება რაღაც მომენტში ტრენინგი საერთოდ არ იყოს გამოსავალი და იყოს ბიზნეს პროცესების გადახედვა. ანუ იყოს მეორე რიგის ამოცანა, ანუ ტრენინგი შეიძლება ფუჭად დაგვრჩეს, ასე ფუჭად გავლილად, თუ კი შესაბამისი ბიზნეს პროცესები არ უწყობს ხელს. მაგალითისთვის ისევ მძღოლს რო დაუბრუნდეთ, არის გარკვეული რეგულაციები, რომელსაც ერთ-ერთი ორგანიზაცია, სხვათა შორის ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორია, ჩემი ორგანიზაციის Road Transport Academy, სახმელეთო ტრანსპორტის აკადემია აკეთებს საერთაშორისო ლიცენზიების მიხედვით გარკვეულ კურსებს, ხო? როდესაც ამ კურსს ესწრებიან სხვადასხვა მძღოლები, რომლებიც მაგალითად საზღვარს ყვეთენ, ისინი ეუბნებიან, აი თქვენ კი მასწავლეთ ამას, მაგრამ ეს საშუალება და ეს ინფრასტრუქტურა და ეს პროცესები არ არის ან ორგანიზაციაში ან ქვეყანაში. შესაბამისად, ტრენინგის პროვაიდერი არსებობს, მაგრამ არ არსებობს, ვთქვათ, ის, ვინც ამ პროცესებს გამართავს. ჩვენი ერთობლიობა ზუსტად ამ პაკეტს შეკრავს. თუ კი ორგანიზაცია, რომელსაც ნინო წარმოადგენს დღეს ზრდასრულთა განათლების ინსტიტუტი, იზრუნებს იმაზე კვალიფიციური ტრენინგები შესთავაზოს, როგორც თვითონ საკუთარი რესურსებით, ისე თუ საერთაშორისო პარტნიორის მოძიება იქნება საჭირო, ამაზეც იღებს პასუხისმგებლობას ეს ორგანიზაცია. ჩვენ აი თანმიმდევრი პროცესების გამართვაში შევუწყობთ ხელს და თქვათ იგივე რა ჯობია ორგანიზაციისთვის, ჯობია რომ დაიწყოს ჯერ პირველ რიგში, არ მოვატყუებთ ორგანიზაციას, თუნდაც რომ გვითხრას, რომ მე ხა მჭირდება ტრენინგი, ჩვენ დაუბრუნებთ კითხვას, მოდი გავაკეთოთ ჯერ საჭიროებათა ანალიზი, იქნებ ტრენინგამდე სხვა რაღაცები გაქვთ დასალაგებელი, გასასწორებელი, ჩვენ თქვენი ჩართულობ, ჩვენ არ ვართ ორგანიზაცია, რომელსაც აქვს რაღაც ჯადოსნური ჯოხი. ჩვენ აუცილებლად ჩართულობით მივაღწევთ ამას და მოსმენით და თანამშრომლობით თვითონ იქვე დასაქმებული თანამშრომლების, ანუ თანამშრომლებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებით, იმიტომ რომ ყველაზე მეტ ინფორმაციას მათგან იღებ ამ პროცესში. ნინო, მოდი ახლა თქვენთან გადმოვალ შეკითხვით, უფრო დეტალურად რო აგვიხსნათ, ანუ მე ვარ ორგანიზაცია, მინდა თანამშრომლების გადამზადება და ამ შემთხვევაში გაკითხავთ თქვენ და ეს არის არაფორმალური განათლება თუ ფორმალური განათლებისთვისაც შემიძლია მოგმართოთ. უბრალოდ რომ მოგვიყვეთ ორგანიზაციაში. ზოგადად ორგანიზაციის ბირთვი არის ადამიანური კაპიტალი. ძალიან მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, იმისათვის რომ ჩემი ბიზნესი კარგად მუშაობდეს, მე მჭირდება ამისთვის ადამიანები. და ეს ადამიანები უნდა იყვნენ კვალიფიციურები. რატომ არ მუშაობს ბიზნესი? ყველაზე მთავარი პასუხი, ყველაზე მთავარი შეკითხვა არის დასასმელი, რას ვაკეთებ მე ჩემი პერსონალის განვითარებისთვის და რას ვაკეთებ იმისათვის, რომ ჩემი პერსონალი იყოს პროდუქტიული. ეს ჩვენი ამოცანა არის ზუსტად ორგანიზაციაში დასაქმებული ადამიანების ერთი რაც ნანამ აღნიშნა, საჭიროებების დადგენა. მეორე, ისეთი პროფესიული განვითარების ღონისძიების შეთავაზება, ტრენინგი არის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი. არსებობს პროფესიული განვითარების სხვადასხვა ღონისძიებები და სხვადასხვა შესაძლებლობების საშუალებები, რომელიც ჩვენ გვაქვს მთელი ეს მეთოდოლოგია, რომ დავეხმაროთ მას განვითარებაში. ნახეთ, ორი ინტერესია. ეს ორი ინტერესი არის აბსოლუტურად ერთმანეთთან თანხვედრაში. ერთის მხრივ არის ორგანიზაცია, რომელსაც უნდა რომ იყოს წარმატებული და მეორეს მხრივ არის ადამიანი, რომელიც ამ ორგანიზაციაში მუშაობს და მას უნდა კონდეს ღირსეული სამუშაო გარემო და აუცილებლად ეს არის ხაზგასასმელი. ადამიანს უნდა კონდეს განცდა იმისა, რომ ის ვითარდება. ადამიანი ცნობის მოყვარია თავისი ბუნებით და ცვლილებების მოყვარია. თქვენ როგორი მომხიბვლელი გარემოც არ უნდა შემომთავაზოთ მე, თავისი კარგი ხელფასითაც, თუნდაც აუცილებლად
გავა ცოტა ხანი, როდესაც მე ეს მომბეზრდება. მე თუ ცვლილება არ მაქვს, მე თუ იმისი განცდა არ მაქვს, რომ რაღაცა ნაბიჯ მივიწევ წინ. ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი ბიზნესთან რაზეა სამუშაო, რომ დასაქმებულების სამუშაოს დაფასება და შეფასება. ანუ დაფასება მოდი შეფასების შედეგად, ხო? რატომ ტოვებენ დასაქმებულები ორგანიზაციებს მაგალითად? ყველაზე მთავარი მიზეზი არის ცუდი მენეჯმენტი. ეს არის საერთაშორისო გალაპის კვლევა, შეგიძლიათ ნახოთ, რომ თანამშრომლები მიდიან ეს რა თქმა უნდა ამერიკული ორგანიზაცია ჩვენთან მსგავსი კვლევა ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ცნობილი არ არის, რომ ჩატარებულიყო. რატომ მიდიან სამსახურიდან ადამიანები? მათ შორის ძალიან კვალიფიციურებიც, იმიტომ რომ მათი შრომა საკმარისად არ არის დაფასებული, შეფასებული და დაფასებული. ნახეთ, ჩვენ ორ მიმართულებაზე გვაქვს სამუშაო. ერთი თვითონ ბიზნესთან და მისი კეთილდღეობისთვის არის ეს, რომ მან იცოდეს როგორ შეაფასოს თავისი თანამშრომლის შესაძლებლობები და დაეხმაროს განვითარებაში და მეორეს მხრივ ადამიანი, ანუ რომელიც ამ ორგანიზაციაში მუშაობს, ხო? ჩვენ ორივეს კეთილდღეობისთვის ვაკეთებთ ამ ღონისძიებებს, რასაც ვაკეთებთ, რა გვაქვს შედეგად? შედეგად გვაქვს ემანსიპირებული და განვითარებული ბიზნესი, რომელმაც იცის საკუთარი პერსონალის როგორ გაართვას თავი, შეიძლება მთლად არ არის ეს სიტყვა გაართვას თავი ცოტა ნეგატიური კონოტაცია. მე ჯადოსნოს სიტყვას გეტყვით, იზრუნოს. მიყვარს ვიშდები ამ სიტყვაზე. როგორ იზრუნოს თავის თანამშრომლებზე და მეორეს მხრივ თანამშრომელი, რომელიც ზრუნავს იმ ორგანიზაციის განვითარებაზე, რომელშიც ის მუშაობს. ერთი მაგალითი შეიძლება? ერთ-ერთ წელს სამუშაო ვიზიტით ვიყავი Mercedes-ის ქარხანაში შტუტგარტში. და მოკლედ ჩვენ ჩაგვიტარა ექსკურსია ქალბატონმა, დაახლოებით 60 წლამდე ქალბატონი იყო, რომელმაც შემოგვატარა მოკლედ ეს უზარმაზარი ერთი პატარა ქალაქია შტუტგარტში Mercedes-ის ქარხანა. და დავამთავრეთ, მოკლედ ძალიან შთამბეჭდავი იყო, ახლა რა თქმა უნდა, ამ დეტალებს არ მოვყვები, რისი ხაზგასმა მინდა. დავამთავრეთ ჩვენ ეს ექსკურსია, გამოვედით გარეთ, დაგვემშვიდობა ეს ქალბატონი და დამშვიდობების დროს გვეუბნება, იცით რა, მეც Mercedes ვატარებ. ამ ერთ წინადადებაში აბსოლუტურად ჩემთვის ცხადი გახდა ეს ქალი როგორი ამაყი იყო იმით, ეს არ ეხება მარტო მსოფლიო ბრენდებს. ნებისმიერ ორგანიზაციაში შეუძლია იგივე გააკეთოს. მე ვამაყობ, რომ ამ ორგანიზაციაში მუშაობ. მე ვამაყობ, რომ ამ ორგანიზაციის წევრი ვარ. ასეთი თანამშრომლისგან ისეთ პროდუქტს იღებს ბიზნესი, რომელსაც ვერასოდეს ვერ მიიღებ და ვერც კონტროლით, ვერც თუნდაც ფულად იჯილდოთი. ფულად იჯილდო უცებ მოქმედებს. დღეს მომწონს, კარგია, მომატებული ხელფასი და მომავალ თვეში უკვე აღარ მიხარია, იმიტომ რომ ვიცი რომ მომატებ და მთავრდა. მორჩა ის სიხარული, ხო? ანუ რომ დაუბრუნდეთ თქვენ შეკითხვას. სამუშაოა კომპანიასთან. იმიტომ რომ კომპანიამ ძალიან კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ეს ადამიანი, რომელიც მასთან მუშაობს, ეს მისი კაპიტალი, ეს მისი კეთილდღეობის წინაპირობაა. და ის უნდა ვიზრუნოთ ჩვენ, კომპანიებმა უნდა ვიზრუნოთ ამ ადამიანზე. და მეორეს მხრივ იგივე ადამიანთან, ანუ დასაქმებულებთან, რომ მათ კონდეთ განცდა, რომ ისინი ყოველდღე ვითარდებიან და ისინი არიან ამაყი, რომ არიან რომელიმე კონკრეტული ორგანიზაციის წევრი. ნებისმიერი ავიღოთ, ახლა არ მინდა რომელიმე ბიზნესი ვახსენო, იმიტომ რომ არ შეიძლება მიკერძოება გამომივა ნებისმიერი X ბიზნესი, მე ვარ იქ დასაქმებული, მიქმნიან ისეთ პირობებს, რომ მე თავს გრძნობ, რომ ჩემზე ზრუნავენ, მე ყოველდღიურად რაღაც ვითარდები, ნაბიჯ და მე ვამაყობ, რომ ამ ორგანიზაციის წევრი ვარ. ასეთი თანამშრომელი უდრის პირდაპირ სუპერ წარმატებულ ბიზნესს. და აი აქ ვართ ჩვენ. ვემუშავებით ბიზნესს, ვემუშავებით ადამიანებს. ფაქტობრივად სთავაზობთ ეს თუ აკეთს ესე რომ თქვა და თან არ ვიზღუდავთ თავს ბოდიში თქვენს კითხვას რომ დაუბრუნდეთ და კონკრეტებით არ ვიზღუდავთ თავს არაფორმალური თუ ფორმალური იქნება გააჩნია საჭიროებას გააჩნია დროს რა დროში უნდა თუ კი უნდა ეს ხვალ ეს შეიძლება ფორმალიზების პროცესი იცით რომ გარკვეულ დროს მოითხოვს თუმცა ანუ არ უნდა იყოს ეს შეზღუდვა თუმცა ფორმალიზების პროცესი არ უნდა იყოს მხოლოდ ფურცელზე დაწერილი თუ კი ეს იქნება ასოცირებული იმასთან რომ მუდმივი ხარისხის განვითარება მოყვება ამ პროცესს
მუდმივი და არა ერთჯერადად დადასტურებული. ალბათ პროფესიული განათლების გულშემატკივრები ამას ძალიან კარგად მიმიხვდებიან. რაც გულისხმობთ, ანუ ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი პროცესი და ამ პროცესში ჩვენ გვერდჩიუდგავართ როგორც ბიზნეს, ისე პროფესიულ სასწავლებლებს. აი ამაზე მინდოდა ხაზგასმა კიდევ. ორივე გუნდი მზაობას გამოხატავს, ვინაიდან გვაქვს ჩვენ ეს გამოცდილება, თუნდაც ბიზნესთან ურთიერთობის ახალი პარადიგმა უნდა შემუშავდეს. უნდა მორჩეთ წუწუნს იმაზე, რომ ბიზნესი არ გვემუშავება. უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა ვემუშაოთ ბიზნესს და ამისთვის ჩვენ მზაობას გამოხატავთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს გაუწიოთ მხარდაჭერა. ამ თემას ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ რეკლამის შემდეგ, ახლა სარეკლამო ჭრა მოგვიახლოვდა და დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ ჩვენ ეთერში ვართ ისევ. გადაცემა პროფესიული განათლების ნავიგატორი თაისი ბუშულთან ერთად. რეკლამა რადიო კომერსანტზე. Toyota ცენტრ თბილისში საგაზაფხულო აქცია გრძელდება. ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით აკუმულატორებზე. შეხვდით ზაფხულს მომზადებული Toyota ცენტრ თბილისთან ერთად. სერვისის დასაჯავრშნად დაგვიკავშირდით 2511 252 2022 ან გვეწვიეთ მისამართზე დავით აღმაშენებლის 116. საუკეთესო ფასი და სრულყოფილი არჩევანი PSP-ს ყველა ართიაქში. მედიკამენტები, საკვები დანამატები, თავის მოვლის პირის ღრუს და ბავშვის პროდუქტები. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობას და სილამაზეს სჭირდება. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. ივლისის ცხელი დღეები მოითხოვს განსაკუთრებულ ზრუნვას საკუთარ თავზე. დასვენება, სადაც დრო ჩერდება და ყოველდღიური ხმაური უკან რჩება. დაისვენე სასტუმრო ჯორჯია პალასში, ქობულეთში, სადაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელოდება. საოცარი ზღვის ხედები, განახლებული სივრცეები, გემრიელი სამზარეულო და მაღალი კლასის მომსახურება. სწორედ ის, რაც ნამდვილ ზაფხულს უხდება. დაჯავშნე შენი ზაფხული დღესვე. დეტალებზე დაგვიკავშირდით 577 24 24 25. ჯორჯია პალასი, სასტუმრო და სპა ქობულეთი. Toyota ცენტრ თბილისში საგაზაფხულო აქცია გრძელდება. ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით ძრავის ზეთსა და ფილტრებზე. შეხვდი გაზაფხულს მომზადებული Toyota ცენტრ თბილისთან ერთად. სერვისის დასაჯავრშნად დაგვიკავშირდით 2511 252 2022 ან გვეწვიეთ მისამართზე დავით აღმაშენებლის 116. Silk Post-ი, სახმელეთო ამანათების საქართველოში. გამოიწერეთ ამანათები ჩვენთან და ისარგებლეთ სწრაფი სერვისითა და ბიუჯეტური ფასებით. დარეგისტრირდით. ჩვენი ვებგვერდის მისამართია: www.silkpost.g. რეკლამა რადიო კომერსანტზე. გადაცემა პროფესიული განათლების ნავიგატორი თაისი ბუშულთან ერთად. პროფესიული განათლების ნავიგატორი დაბრუნდა ეთერში ნინო ელბაქიძესთან და ნანო ყუფუნიასთან ერთად ჩვენ საუბრობთ დასრულთა განათლების სისტემაზე. ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვდის და მეთანხმეთ სიამოვნებით გისმენთ, ისეთ კარგ აქცენტებს აკეთებთ. და მოდით ნინო, თქვენთან მექნება ახლა შეკითხვა. ანუ ჩვენ ვისაუბრეთ ორგანიზაციებზე, ხო? ორგანიზაციებმა როგორ მოგმართოთ, თქვენ როგორ იზრუნებთ ეს სიტყვა ძალიან ისე კარგად ჟღერდა, იზრუნებთ მათზე და გაუწევთ კონსულტაციას აწერტილიდან ზეთამდე ბოლომდე. მოდით ახლა ადამიანებზეც გადავიდეთ, ხო, პერსონებზე. მე მაგალითად რომ მოვიდე და ახლა გადავწყვიტო, რომ აღარ მინდა ის სფერო, სადაც ვარ, რაღაც სიახლე მინდა საკუთარი თავისთვის უკვე ზრდასრულიც ვარ და ისეთი ასაკიც მაქვს. მე რას მთავაზობთ, როგორც მოქალაქეს? კი ბატონო. შეთავაზება შეიძლება გამიკეთოთ. ესე იგი, მეგობრებო, ჩვენ ვართ ახლა კითხვა ხო არ დავუსვათ პროფესიული განათლებიდან ხო არაპირებს წასვლათ? არა, პროფესიული განათლება ჯერჯერობით ვარ. შეგვიძლია შეუთავსოთ. თქვენ. შეგვიძლია შეთავსოთ. მოკლედ, ჩვენ ახლა ყველანი ვართ ძალიან турბულენტურ მდგომარეობაში. ეს არ ეხება საქართველოს, ეს ეხება მთელ მსოფლიოს. турбулентური მდგომარეობა ეხება იმას, რომ საერთოდ განათლების პარადიგმები შეიცვალა. წერან გითხარით, მაგალითად, ინფორმალური განათლება წლების წინ საერთოდ კითხვის ნიშნის კვეთში არ დგებოდა და დღეს უკვე აქტუალურია. ხელოვნურმა ინტელექტმა ფუნდამენტურად შეცვალა უკვე განათლების სისტემა და უფრო მეტია მოსალოდნელი და მოკლედ ამ турბულენტურ გარემოში ძალიან ბევრ ადამიანს უჩნდება სწორად და სამართლიანად
არასტაბილურობის განცდა. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ მე განათლება მივიღე, მაგალითად, ჩემი პირველი განათლება დავასრულე 2008 წელს გერმანიაში და დღეს ის განათლება აბსოლუტურად აღარ არის აქტუალური. საერთოდ აღარ არის აქტუალური. შემდეგ ადამიანების ნაწილი პერიოდულად გარკვეულ რაღაც მართალია 3%, მაგრამ თუნდაც აი 3%-ზე ვილაპარაკოთ და მე დანარჩენზეც. ყველა მნიშვნელოვანია. რაღაცა ცვლილებებს გეგმავენ, მოკლედ პროფესიული განვითარების ტრენინგებს ესწრებიან, უნდათ განვითარება, ბევრს არა, მაგრამ კვლევა რასაც ადასტურებს, მაგრამ ადამიანებს უნდათ ცვლილებები. ეს არის ფაქტი. და მაგრამ ადამიანებმა არიციან როგორ. და არიციან სად ეძებონ ეს ცვლილებები. ჩვენ ვართ აქ მაგისთვის, რომ გაუწიოთ კონსულტირება არა მარტო თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით ადამიანებს, რომლებსაც სურთ პროფესიაში რესტარტი და ან პროფესიის შეცვლა. ზრდასრულთა განათლება მაგისთვის არის, რომ ერთი პროფესიაში ვინც არის, მას დაეხმაროს, რომ უფრო უკეთესი გახდეს, ერთი ეს არის და მეორე შესაძლებელია მე აბსოლუტურად დავტოვო ჩემი სფერო და გადავიდე სხვა სფეროში. ამის არ უნდა შეეშინდეთ, ვიცი რომ ბევრს ეშინია ამის, მაგრამ მეგობრებო, არაფერი საშიში არ არის, პირიქით გილოცავთ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მოვიდათ რო ცვლილებებისთვის. ამ ცვლილებებით ახსავსე გარემოში დარჩე ერთ ადგილას ძალიან კონსერვატულია. თუნდაც მე განათლების სპეციალისტი ვარ, ხო? განათლების ყველა საფეხური მოვიარე. ზოგადი განათლება, მე უმაღლესი განათლება, ხა პროფესიულ განათლებაში ვარ. შეიძლება მე შევიცვალო პროფესია ჯერჯერობით, ვარ აქ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ხო? ასე რომ ცვლილებები არის აუცილებელი, თუ კი თქვენ თვლით, რომ თქვენ პროფესიაში თავი ამოწურებთ, რაღაცა სხვა ინტერესი გაქვთ, ბავშვობაში რაღაცის გაკეთება გინდოდა და ახლა გაგახსენდათ, რომ ნეტაის მესწავლა ძალიან კარგი დროა. დაგაკვალიანებთ, დაკვალიანება მეყვარს ძალიან და არ მეყვარს ის სიტყვა მეორე კოუჩინგის, არა კოუჩინგს არაფერს არ ვერჩი. მოკლედ, კონსულტირებას გავუწევთ, დავაკვალიანებთ ადამიანებს, აი თქვენ თუ მოგმართავთ მაგალითად და გადაწყვეტ პროფესიის შეცვლას, ჩვენ აუცილებლად პირველ რიგში თქვენ შესაძლებლობების დიაგნოსტირებას გავაკეთებთ, რა გამოგდით ყველაზე კარგად, სად ცხოვრობთ თქვენი გეოგრაფიულ არეალში პროფესიული განვითარების ან პროფესიული მომზადების ან გადამზადების რა შესაძლებლობები არსებობს, როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური, მე უკვე დანარჩენი თქვენზეა. რომ დაიწყოთ რესტარტი და რესტარტი თითქმის ყოველთვის ამართლებს, იმიტომ რომ ის პროფესიული გამოცდილება, რაც თქვენ წლების მანძილზე დაგიგროვდათ, ის პროფესიული ცოდნა, რაც უკვე გაქვთ, ეს აუცილებლად გამოგადგებათ იმ ახალ პროფესიაში და იმ ახალ რესტარტში. ამიტომ ჩემი რეკომენდაცია არის არ შეგეშინდეთ მეგობრებო ცვლილების, პირიქით ცვლილება არის აუცილებელი, სამყარო იცვლება თვითონ და ჩვენ ერთ ადგილას დავრჩეთ ძალიან კონსერვატულია და აღარ მუშაობს. მოკლედ, ჩვენი დახმარება ძალიან გამოადგება ყველას, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ აი ახლა მე ცვლილება მჭირდება პროფესიაში, მე მჭირდება ახლებურად ორიენტაცია და ჩვენ აქ ვართ მაგისთვის. ნანა, თქვენთან გადმოვალ კითხვით, როგორც კარიერულ დაგეგმვის კონსულტანტს, ალბათ ესეთი უამრავი შეხვედრა გქონიათ ადამიანებთან და პირველი ვიზიტი, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი თქვენთან იქნება, ხო? მოდით, გაგვიზიარეთ წარმატების მაგალითებით დარწმუნებული ვარ, არაერთი გქონიათ პროფესიაში და ეს ერთგვარი სტიმულია ხოლმე ყველასთვის, როდესაც ისმენენ. მე შეხვედრები მქონია ადამიანებთან და შეხვედრების დროს რომ მithქვამს, რომ პროფესიულ განათლებაში ზედა ასაკობრივი ზღვარი არ არის და 60 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანებს შეუძლიათ რომ შეიცვალონ პროფესია და ჩაერთონ, ძალიან ბევრი გაკვირვებული თვალი დამინახავს. ამიტომ თქვენი მაგალითები ძალიან საინტერესო იქნება და მნიშვნელოვანი ჩვენი მსმენელისთვის და გაგვიზიარეთ ახლა რაც შეიძლება რომ გაიხსენოთ. ჯერ მინდა რომ პირობა მომცეთ ცოტა ხანი არ წახვალთ პროფესიული განათლებიდან. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ამ სფეროზე ბევრი ვისაუბროთ და ეს პლატფორმა და თქვენი ჩართულობა ძალიან დასაფასებელია ამ მიმართულებით, რასაც აკეთებთ. თუნდაც ამ გადაცემის სახით. აი ხა რაც შეეხება მსგავს მაგალითებს, ეხა ბევრი მქონია სიმართლე რო გითხრათ, ესეთი მაგალითი და კი ბატონო, რაღაცა ისე გამოვიდა რომ HR-ების მხცოვან თაობას მივეკუთვნები საქართველოს რეალობისთვის და ერთ-ერთი ბოლო ჩემი პროექტი მაგალითად HR кейსების სახელმძღვანელოზე მუშაობა ზუსტად მსგავსი кейსების აღწერას, არა მარტო ასეთი სხვა кейსების, სხვადასხვა кейსების, რომელიც
საქართველოს რეალობაზე არის, ხო? ამას ეხება. რაც შეეხება ერთ-ერთი ესეთი რაც უცებ მახსენდება, ჩემი ბიზნეს პარტნიორი დათო ბუშელაშვილი, მოვიკითხავ აქიდან. აი შემიძლია რომ გავაზიარო. ეს მისგან ნებართვა მაქვს და შესაბამისად გეტყვით, ბევრი წლის წინ მუშაობდა კოლ-ცენტრის ოპერატორად და აი ესე რომ ერთ-ერთი გასაუბრების შემდეგ ვუთხარი, რომ მე მგონი ძალიან გინდა რომ გახდე ტრენერი თქო და საიდან იცითო? ოღონდ ეს იყო უბრალოდ ესეთი განვითარების დისკუსია, ზოგადად მოკითხვა ადამიანის სურვილების, მიზნების და ასე შემდეგ, როგორც HR ხელმძღვანელსა და არც მეტი არც ნაკლები თან ძალოვან სტრუქტურაში, სადაც პირველი კითხვა იყო ბიჭი ტრენერად. წარმოიდგინეთ, როგორი ხო, მე მკითხეს ეს მახსოვს და დღეს ძალიან წარმატებულად მუშაობს და ამ მიმართულებით და არა მხოლოდ ის ბიზნეს პროცესების კონსულტირებაში ჩაერთო და ძალიან წარმატებულია. კი ბატონო, ასე რომ ასეთი მაგალითები იმდენია რადიკალური ცვლილებებისაც და საკუთარ თავის მიმართაც გამიკეთებია ეს არა ერთხელ მე არ ვარ მხოლოდ HR-ში, იმიტომ რომ ზუსტად ნინოს თქმის არ იყოს თუ მრავალმხრივად ამ გამოწვევებს და ტენდენციებს რაც მსოფლიოში არის, მსოფლიო ბაზარზე არ აუწყო ფეხი, არ გამოდის სხვანაირად და გარდა იმისა, რომ მოსაწყენია, ბაზარზე არ ხარ მოთხოვნადი, თუ კი სხვადასხვა მიმართულებით არ მუშაობ. თავის დროზე HR-ი ვიწროდ კლასიკურად მიდიოდა ადმინისტრირებით, მერე დაემატა, ვთქვათ, შეფასების სისტემები, სამოტივაციო სისტემები და ახლა დღეს ვსაუბრობთ life work balance-ზე, რომელზეც საერთოდ ლაპარაკი არ იყო ბევრი წლის წინ, საერთოდ არ ვიცოდით ეს რა იყო და ვინც უფრო მეც მუშაობდა, ის უფრო კაი ტიპი იყო. ო, ახლა ეს შეიცვალა. ერთ უნდა დავამატო აუცილებლად და განსაკუთრებით უნდა მიუმართო გოგონებს და განსაკუთრებით უნდა მიუმართო ქალებს. ჩვენი ამოცანა არის ქალების გაძლიერება. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ქალების გაძლიერება. გოგონებო, ქალებო, აუცილებლად დაგვიკავშირდით, იმიტომ რომ ბევრი ახალგაზრდა ქალი, ან არ აქვს მნიშვნელობა, არ აქვს ასაკს მნიშვნელობა. ბევრი ქალი არის, რომელსაც უნდა რომ დაიწყოს მუშაობა, უნდა რომ გაარღვიოს ეს თავისი ერთფეროვნება და გამოვიდეს შრომის ბაზარზე. არ აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობთ, თბილისს არ იგულისხმება მარტო, ამის შესაძლებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით არის. არ მოგერიდოთ, არ შეგეშინდეთ ამ ნაბიჯის გადადგმა პირიქით, ეს არის თქვენი დამოუკიდებლობისთვის, თქვენი მომხიბვლელობისთვის, თქვენი აქტუალობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენთვის ხართ პრიორიტეტები, ქალები არიან ჩვენთვის პრიორიტეტები, რომ მათ დავეხმაროთ ახლებურად პროფესიულ ორიენტაციაში. არ აქვს მნიშვნელობა გაქვთ 9 კლასის ატესტატი თუ სკოლის დამამთავრებელი ატესტატი, საერთოდ არ გაქვთ განათლება მიღებული, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მოკლედ, ქალების გაძლიერება ჩვენი საზოგადოების გაძლიერებისთვის არის უმნიშვნელოვანესი, ასე რომ ისინი განსაკუთრებით ჩვენი სამიზნე ხართ მეგობრებო. მადლობა ძალიან რომ შეხეთ ამ საკითხს, იმიტომ რომ მინდოდა ამაზეც გვესაუბრა და დავამატებ თქვენი ნებართვით, იმიტომ რომ მინდა რომ ხაზი გაუსვა ამას, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან კვალიფიციური და ძლიერი გუნდი გვყავს და ვართ და პირადად მინდა ჩემი ორგანიზაციის სახელით ვთქვა, რომ ძალადობა გამოვლილი ქალებისთვის ეს კონსულტაციები იქნება უფასო, სრულიად უფასო. თუ გვინდა ჩვენ რომ ქვეყანაში შევამციროთ ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობა, პირველ რიგში აუცილებელია მათი ეკონომიკური გაძლიერება და არაფერი სხვა მარტო სხვა მექანიზმები არ უშველის. ამისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ხელი შეუწყოთ მათ დასაქმებას, მათ ეკონომიკურ გაძლიერებას და ამ მიმართულებით პირადად ჩვენი ორგანიზაცია მზად არის ნებისმიერ ძალადობა გამოვლილ ქალს გაუწიოს კონსულტაცია კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებით და დაგეგმასთან. დიდი მადლობა, რომ ესეთ საინტერესო ნოტაზე ვასრულებთ გადაცემას. ეს თემა მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და ცალკე შეგვიძლია ამ თემის ირგვლივ ვისაუბროთ, ცალკე გადაცემა დავთმოთ. როცა მოისურვებთ. ჩვენი გადაცემა დასასრულით მიუახლოვდა და მინდა დაგვიტოვოთ თქვენი კოორდინატები, როგორ შეიძლება რომ დაგიკავშირდეთ ჩვენი მსმენელი ჩვენთან
შეგიძლიათ ჩვენი Facebook გვერდის საშუალებით კომერსანტებს მოგმართოთ და პირადად თქვენ Facebook-ის გვერდი გვაქვს ჩვენ ზრდასრულთა განათლების ინსტიტუტი. შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს მესენჯერში მოგწერონ, ან უბრალოდ Facebook-ზე შეუძლიათ მომძებნონ ნინო ელბაქიძე, ასევე LinkedIn-ზე. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს თმენელს შევახსენებ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ზრდასრულთა განათლების საკითხების ირგვლივ ჩვენი სტუმრები იყვნენ ნინო ელბაქიძე ზრდასრულთა განათლების ექსპერტი და ნანა ყუფუნია MCG-ის საკონსულტაციო ჯგუფის მმართველი პარტნიორი მე მომავალ 4 შაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის გადაცემა პროფესიული განათლების ნავიგატორი თაისი ბუშულთან